მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ქართველებო. დიდი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი. და მართალი გითხრათ, ყოველთვის ვეძებ თემებს, რომელიც დაგაინტერესებთ. რამე ისეთი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს გახდეს უკეთესი, მიმზიდველი ყველა ქართველისთვის. მე ზუსტად ვიცი, რომ როცა იღვიძებთ, ბევრი თქვენგანი მადლობას ვხდის უფალს ახალი დღისთვის. მე გაძლევთ სიტყვას, ამას ვაკეთებ ყოველდღე და ვლოცულობ 1 საათის განმავლობაში. მე არ გეტყვით რაზე ვილოცებ. ეს თითოეული ადამიანის გადასაწყვეტია. უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინაში მე ვიყავი ქვეყნის მესამე პირი. ორჯერ ამირჩიეს კიევის მერად, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით საქართველოს ორჯერ აღემატება. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ არც მთავრობას და არც დეპუტატებს არც ერთი ჩემი რჩევა არ დაეხმარა. მათ ეს არ ჭირდებოდათ, რადგან ტყუილის თქმას არ ვარ მიჩვეული. არ შემიძლია სულ ესაა და გარდა ამისა 74 წლის ხდები. და მალე მომიწევს, ადრე თუ გვიან, ღვთის წინაშე წარვდგე და რაღაც ვუთხრა. და რა უნდა ვუთხრა, რომ მატყუარა ვარ? არა, ამას ჩემგან აღარავინ მიიღებს. მადლობა უფალს, თავისუფალი ადამიანი ვარ. აბსოლუტურად. ნებისმიერი ავტორიტეტისგან, ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, ნებისმიერისგან. მინდა რომ საქართველოში ყველა მიცოდეს 41 წლიდან ვაკეთებ ველმოქმედებას. რამდენია ეს? 30 წელზე მეტია. უკრაინაში მე დავხარჯე თითქმის 40 მილიონი დოლარი ძირითადად უსახლკაროების კვებაზე. ეს ძალიან უჩვეულო ხალხია და მე მათ არ ვგმობ. უბრალოდ დამიჯერეთ, მე უფრო ბრძენი ვარ, ვიდრე ბევრი ვინც ცდილობს გააკრიტიკოს რაღაცები. ზოგიერთი ჩემი ქმედება, რასაც ვაკეთებ საქართველოში, მაგალითად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უსახლკაროებზე არავინ ზრუნავს, რადგან კომუნისტებმა ისინი კრიმინალად მიიჩნიეს და ციხეში ჩასვეს. და თუ გაჩვენებთ ვიდეოს ინგლისიდან, სადაც მეფე და დედოფალი ღამით ჩაისვამენ უსახლკაროებთან ერთად, წელიწადში ორჯერ. სოციალური სასადილოები აქვთ. ზოგიერთ ქვეყანაში კი სოციალური ბინები. გაგიკვირდებათ. მხოლოდ ლაპარაკი არ არის საჭირო, ახლა გეტყვით რაღაცას. იმაზე, რაც არ იცით. მაგალითად, ჩემი ბევრი გამომწერი ახლა მეკითხება ჩემი პოსტების შემდეგ. რატომ იმშობიარეს? ეს მაშინ, როცა წერთ მრავალშვილიან ოჯახზე, რომლებშიც მშობლები არ მუშაობენ. მათ დიდი ალბათობით მანკიერებები აქვთ. ბევრი სვამს, ბევრი ეწევა. არ ვიცი რას აკეთებენ, მაგრამ სამსახური არ არის, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში. ბავშვის დაბადება დიდი მოვლენაა. პირველ რიგში კაცობრიობისთვის. მეორეც ღმერთისთვის. და მე გაგიმხელთ საიდუმლოს. ძნელად იპოვით მდიდარ ადამიანს, რომლის შვილებმაც მიაღწიონ რაიმეს. მილიარდერები და მილიონერები, მაგრამ პატიოსნად. ასე არ არის, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც ყველა იპარავს ბიუჯეტიდან. ცდილობენ მოიპაროს, თორემ სასამართლოში მიჩივლებენ. ისინი პატიოსანი ბიზნესით არიან დაკავებულნი. ეს არის მასკი, რომლის ქონება $1 ტრილიონ-ზე მეტია. წარმოიდგენიათ? რამდენჯერმე 10-ჯერ, 20-ჯერ, 30-ჯერ მეტი მთელი საქართველოს ბიუჯეტზე. ან არის კიდევ ერთი დიდი ადამიანი, რომელიც ბინებში პროდუქციის მიტანით იყო დაკავებული. თქვენ მას იცნობთ. მისი ქონება $300 მილიარდ შეადგენს.
არიან ისეთებიც, რომლებიც ხსნიან სოციალურ პლატფორმებს. პატიოცანი საქმეა. ამაზე სათქმელი არაფერია. ხო, კარგი. უკრაინაში 44 მილიონიან მოსახლეობას შორის ცნობადობის თვალსაზრისით ფაქტობრივად პირველ ადგილზე ვიყავი. უკრაინელების 99% პირადად მიცნობდა. აი როგორ პირადად. საქციელით მიცნობდნენ. ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, ვინ არის პრემიერ-მინისტრი, მაგალითად. რატომ? იმიტომ რომ გამუდმებით ვატარებდი საჯარო განხილვებს, რასაც ვურჩევ პრემიერ-მინისტრს და ფეხბურთელს, თბილისის მერს. მოვაწყო შეხვედრები მოსახლეობასთან. 10 გოგონას ვსვამდი ტელეფონთან და ვხსნიდი 10 სატელეფონო ხაზს. ჩვენ გქონდა საკუთარი ტელევიზია. ტელევიზიის მოწვევა ყოველთვის შეიძლებოდა. მაშინ სოციალური ქსელები არ არსებობდა. ვიწვევდით ყველა ოლქის ხელმძღვანელს და ისინი აცნობდნენ მთელ კიევს პრობლემების შესახებ. ოფიციალური პირები აცხადებდნენ თუ რატომ არ აგვარებდნენ სახურავის გაჟონვას. ან თუ ჯანდაცვას ეხებოდა საქმე, საუბრობდნენ მაგალითად იმაზე, რომ ვიღაც ექიმმა ფული აიღო. მაგრამ მაშინ მკურნალობა ვითომ უფასო იყო. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არავისთვის უმკურნალია უფასო. ეს ასეა. არასოდეს უთხრათ მათ, რომ არ უნდა იმშობიარონ. თქვენ ღრმად ცდებით. რადგან ყოველი ახალი ქართველი საქართველოსთვის ცხოვრების ახალი შესაძლებლობაა. ეს სხვა ადამიანი იქნება. არჩევნებზე ვერ მოისყიდიან, რადგან ის სოციალურ ქსელებში არის. ყველას ვაძლევთ კომპიუტერებს და ტელეფონებს. კარგი, მათ სამომავლოდ რა თქმა უნდა ჩემზე მეცნიერებათა დოქტორზე ბევრად მეტი ეცოდინებათ. და რა თქმა უნდა, მოგიყვებით ისტორიებს სხვადასხვა სამინისტროებიდან, რომ გაიგოთ, სად არის თქვენი ფული და ბევრად უკეთესად იცხოვროთ. მოსახლეობის უმრავლესობა. მე არ ვსაუბრობ მათზე, ვინც ფონდს ეხმარება. ღმერთმა დალოცოს ისინი. უფალო მიაქციე მათ ყურადღება. მე თვითონ ვთხოვ უფალს ყოველდღე, მომეცი მეტი თანაგრძნობა ადამიანების მიმართ. ეს არ იყო მხოლოდ ის, ვისი სახლიც დაიწვა და მიკავშირდა ფონდში. ღმერთს ვთხოვ, მაგრძნობინოს სიტუაცია. დავინახო. თუნდაც დროებით, როგორ არიან ბავშვები სახურავის გარეშე, როგორ ზინავთ ჭუჭყიანი იატაკზე. რომ მეც ვიგრძნო ტკივილი და ვეცადო გადმოვცე ის. ღვთის მიერ საყვარელი ყველა ქართველის მიმართ, რათა მიიღონ მონაწილეობა ამ პრობლემაში. პრობლემა ფული არ არის. მაშინაც კი თუ მხოლოდ ლოცულობთ, თუნდაც ამ ადამიანს მხოლოდ რაიმე სიკეთე უსურვოთ, თქვენ უკვე ახლოს ხართ ღმერთთან. და ღმერთი ისე არაფერს ტოვებს. ადრე თუ გვიან, მე ვარ მოწვე იმისა, თუ როგორ რეაგირებს ღმერთი თქვენს ქმედებებზე. ასეა საქმეები. ყველა ბოროტმოქმედი საბოლოოდ იმას იღებს, რასაც იმსახურებს. მე ვიცხოვრე 3 პრეზიდენტზე დიდხანს და თითოეულ მათგანს ეგონა, რომ ის სამუდამოდ იყო ამ სამყაროში. ახლა ის თავისთვის მოიპარავს მილიონებს, მილიარდებს და იცხოვრებს ჩვენიერი ცხოვრებით კუნძულებზე. არა, ისინი იმალებიან, ვირთხებივით დარბიან მთელ მსოფლიოში, რათა არ დაიჭირონ, მაგრამ მაინც დაიჭერენ. მაგრამ ამაშიც კი არ არის საქმე. ვინ იქნებიან ისინი ისტორიაში? ნაძირალა. ახალი ქვეყნის ყველა ბავშვმა, რომელიც დღეს პოსტკომუნისტურ ქვეყანაშია დაფუძნებული, გაიგებს, რომ იანუკოვიჩმა გააუპატიურა ქალი და იპარავდა ქუდებს და მაინც აერჩიეს პრეზიდენტად. გაიცინებენ. მაგრამ მათ, ვინც იანუკოვიჩის დროს ცხოვრობდა და მე უნდა მემსახურა მის ქვეშ, იციან რა იყო ეს პრობლემა. საქართველოში წამოვედი, თანამდებობა დავტოვე. არ მინდოდა ბანდასთან მუშაობა. სხვადასხვა იანუკოვიჩი ძალიან საინტერესოდ გამოვლინდა. ეს თქვენთვის საინტერესო ამბავი იქნება. ის ციხეში იჯდა და დიდი ხნის განმავლობაში იყო მოსკოვის ერთ-ერთი უდიდესი განგსტერული ჯგუფის გავლენის ქვეშ.
პირველად 1996 წელს შევხვდი ვაშინგტონში, როცა კუჩმამ ის იყო პრეზიდენტი. წამიყვანა მე და ბევრი ბიზნესმენი, რომ გაგვეცნო ამერიკული ბიზნესი. მაშინ კუჩმას გაუჩნდა იდეა, რომ 10% თავისთვის დაეტოვებინა და 90% ხალხისთვის დაეთმო. ბოლოს ყველაფერი პირიქით დამთავრდა. 90 დარჩა მას და მის გარემოცვას 10 კი ვერც კი მიაღწევდა ხალხამდე. ასე რომ რაღაცნაირად ამ ბანდიტებმა მოისყიდეს. ღმერთმა მაპატიოს თუ რამეს არასწორად ვამბობ. შეიძლება მთლად ასე არ იყო, მაგრამ ის დაიცვა კოსმონავტმა ბერეგოვოიმ. მაშინ მოსკოვში კოსმონავტისთვის უარის თქმართული იყო, მინისტრიც კი ვერ ეტყოდა ბანდიტებს უარს. მაშინ რუსეთს ისინი მართავდნენ. და იმან მაშინ რაღაცნაირად მისწერა ცეკას პირველ მდივანს. ასეთი ბიჭი გავიცანი, უნათესაოდ გაიზარდა, ბანდიტებს შეეჯახა, ახლა კი კარგი ბიჭია და გახდა საავტომობილო საცავის დირექტორი. მაშინ ვაშინგტონში შტაბის უფროსის მოადგილე იყო. არ მინდოდა მასთან შეხვედრა, რადგან გრძნობდი. ბოლოს და ბოლოს შობლების გარეშე გავიზარდე. კარგად მესმის ვინ არის. მაშინ არ მინდოდა, მაგრამ მერე მომიწია. ასე წარიმართა ცხოვრება. მაგრამ გავიქეცი მე გეტყვით, როგორ მუშაობდა ჩვენი სამინისტრო. სამინისტრო კი არა, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვათა შორის. მე კი, როგორც კიევის მერს, მქონდა უზარმაზარი ჯანდაცვის დეპარტამენტი. დროინობაში კიევში დაახლოებით 200,000 ადამიანი იყო ჩემ ქვეშ. ეს მოიცავდა დამლაგებლებსაც. ეს იმაზე მეტია, ვიდრე საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას აქვს. და იყო მთავარი ჯანდაცვის განყოფილება, რომელსაც კაჩუროვა ხელმძღვანელობდა, იყო ასეთი პროფესორი. თუ არა პროფესორი, კარგი, ის იყო სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი. იანუკოვიჩმა მოიყვანა. მან 2 წელი იმუშავა, შემდეგ კი ციხეში გაგზავნეს. რატომ? ჯერ ერთი ჯანდაცვის ყველა სამინისტროში, საქართველოს შესახებ არ ვიცი, უნდა გავარკვიო, იყო სისტემა, რომ თუ გამოყოფდნენ და მე და ჯანდაცვის სამინისტრომ გამოუყავით უზარმაზარი თანხა ჩემი მთავარი დეპარტამენტისთვის. მეტი ვიდრე საქართველოში. და იგი გარშემორტყმული იყო შუამავლებით. შეთანხმებას მიაღწიეს ისრაელში და სხვა ქვეყნებში ყველაზე ცუდ უარეს ექიმებთან, რომლებიც იღებდნენ მინიმალურ თანხას მკურნალობისთვის. და იგი დაუკავშირდა შუამავლებს. შუამავლებმა ამ ექიმებთან ხელშეკრულებები გააფორმეს და ანაზღაურებაც მიიღეს. მაგალითად, სამინისტრო გამოყოფს $100,000, 50,000 კი მიდის ულუფებზე, რადგან ექიმი, რომელიც იხდის, არის ის, ვისაც ასეთი ოპერაცია აქამდე არ გაუკეთებია. ან 1 ან 2 ან 3 არ არის სასაცილო. ხალხი სასიკვდილოდ გაგზავნეს. ბევრი დაბრუნდა კუბოებით მკურნალობის ნაცვლად. აბა, რანაირი მკურნალობაა, თუ ოპერაცია რთულია, მაშინ პირველი რაც ექიმს უნდა გითხო არის, ამ ოპერაციებიდან რამდენი გაქვს გაკეთებული, რამდენი პროცენტი გამოჯამრთელდა მათგან. აბა, ვინ კითხავს? ფულს თუ გადაგიხდის. უკრაინაში თავად სამინისტროს განსხვავებული სისტემა ჰქონდა. იქ მინისტრმა თანაშემწეების მეშვეობით აიღო ფული. ეს ახლა არა. ახლა არ ვიცი რა ხდება უკრაინაში. ამაზე ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ. ეს ცალკე ამბავია. იმედია იქ ასე არ არის. დღეს ომია. რაც სხვათა შორის ძალიან სამწუხაროა. და ამ შუამავლებმა უბრალოდ აიღეს ფული, მაგალითად, მან გამოყო 100,000. თანხა იმ კლინიკაში წავიდა, რომლებთანაც პაციენტმა მკურნალობის ხელშეკრულება ადრე გააფორმა. კლინიკამ კი თანხის ნახევარი მისცა თავის თანაშემწეს. თანაშემწემ კი მინისტრთან მიიტანა. არ ვიცი, ყველაფერი მისცა თუ არა. იქნებ წმინდანი ან რაღაცას ითვისებდა.
მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადამიანებს უბრალოდ სჯერათ, რომ მათ სწორ ადგილას აგზავნიან. და იქ ისინი ხვდებიან ლამაზ მანქანაში, არასოდეს მჯდარან ასეთ მანქანაში. საავადმყოფოში შესანიშნავად აჭმევენ, თავად შუამავალი მოდის და ის მსახიობია. ისე უნება პაციენტს თუ რამდენად თანაუგრძნობს მას, მაგრამ აქამდე არავის უთხოვს მისთვის კარგი სიტყვა. გარდა მისი შვილებისა თუ ჰყავდა ან ცოლისა. შენდა კი ერთ დღეს ციხიდან დამირეკა. არ ვიცი, სედან ჰქონდა ტელეფონი. პირდაპირ საკნიდან. ბინძურ ტუალეტზე იჯდა. მან მაჩვენა. და ამბობს, კოშმარი, აქ კიდევ 10 პატიმარია. სკამის ქვეშ დამაგდეს პროფესორი მეცნიერებათა დოქტორის სკამზე. დამეხმარეთ გევედრებით. დამეხმარეთ. კეთილი ადამიანი ვარ. თუნდაც ის ყოფილიყო გასამართლებული ან თუნდაც სიკვდილ მისჯილი ქვეყანაში ვითარება არ შეიძლებოდა. და კიევშიც. მე მივწერე წერილი პრეზიდენტს და ის შეიწყალა. აი სულ ესაა. გევედრებით, თუ ცოტათი მაინც პატივს ვცემთ. იქნებ სიმართლის თქმისთვის. ტყუილში ვერავინ დამიჯერდა. არც ერთი სიტყვა ტყუილი არ მithქვამს. რადგან მე ვარ პასუხისმგებელი ღმერთის წინაშე. და ვთხოვ მას, რომ მეტი თანაგრძნობა მომცეს. თქვენს გეუბნებით, მეგობრებო, მე განვიცადე ღვთისმსალად ჩემს კანზე, საკუთარ ტყავზე. მან ყველაფერი მომცა. და მხოლოდ იმიტომ, რომ პირველივე დღეებიდან, როგორც კი მილიონები შემოვიდა და საოცარი შესაძლებლობები მომეცა ბიზნესისთვის. 40 წლის ასაკში. 40 წლამდე კომუნისტი ვიყავი. ეს იყო დრო. ქვეყნის სიდიდით მესამე უნივერსიტეტის პრორექტორი ვიყავი SSRK-ში. მე კი მაშინ მგონი მხოლოდ 35 წლის ავიღავ. უნივერსიტეტი 40 წლის ასაკში დავტოვე. მიჭირდა პოზიციის დატოვება, საშინლად მეშინოდა. და უკვე 41 წლის ასაკში გავხდი მილიონერი. თითქმის 40 მილიონი დოლარი დავხარჯე უსახლკაროების დასახმარებლად. და ნახეთ, 60 წლის ასაკში გავხდი მილიარდერი. დიახ. და მინდა დაგარწმუნოთ, უბრალო ხალხი, ვინც არ უნდა მისმენდეს, სადაც არ უნდა იყოს, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვიყო. ახლა ცოტა მიჭირს ჩემს ქვეყანაში შესვლა, სადაც ავაშენე ევროპაში ყველაზე ლამაზი სახლი, საქართველოში. დიახ. მე ყოველთვის დაგეხმარებით, ყოველთვის. საქართველო ჩემთვის ნომერ პირველია. დღეს ჩვენ უკვე გავხსენით სომხეთის დახმარების შესაძლებლობის გზები. ჩვენც უკვე მათაც ვეხმარებით. მოლდოვა, რუმინეთი, უკრაინა. ზოგადად ჩემი ოცნებაა ვიცხოვრო იმ მომენტამდე, როცა ვეუბნები უფალს. უფალო, მე გავაკეთე ის, რაც ჩემს სულს სურდა. მე გავხსენი ფონდები ყოფილი SSRK-ს ყველა ქვეყანაში. ყველგან ქაოსია, ყველგან ხალხის უპატივცემულობაა. იქ ისინი არსად არ ითვლებიან ადამიანებად. თუ ხედავთ, რომ ვინმეს პრობლემები აქვს, დაეხმარეთ მას. თუ ოდნავ მაინც იცით, რომ ვინმეს პრობლემები აქვს, მიწერეთ ფონდს. გააკეთეთ ეს. მიწერეთ. ღმერთი შეგიყვარებთ ამის გამო. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად ძლიერია ის. ის ყველგანაა. აინშტაინის წერილი იმის შესახებ თუ როგორ წარმოიდგენდა ღმერთს, ახლახან გაიყიდა $3 მილიონად. მას კი და მრავალი სხვა დიდი ადამიანი მას ზუსტად ასე წარმოუდგენია. ჯერ კიდევ ვფიქრობ ამაზე. მაგრამ ღმერთთან ახლოს ვარ, რადგან ყოველდღიურად ვცულობ მინიმუმ 1 საათის განმავლობაში. მან ისაუბრა ღმერთის სულზე. მას სახე არ აქვს.
ვერასდროს იპოვით. მან მხოლოდ სინას მთაზე უთხრა მოსეს, მე ვარ შენი ღმერთი და სხვა ღმერთები არასოდეს გეყოლება. მაგრამ მე ვარ ყველგან, მთელ სამყაროში, უსასრულოა და მისი შესაძლებლობები უსაზღროა. და რა თქმა უნდა, საკუთარი თვალით დავინახე, როგორ სულს მას დაღლითები და რა ხდება მათთან მოგვიანებით. როგორც უკვე ვთქვი, ყველა ეს ადრეული პრეზიდენტი უკრაინაში გარბის, სადაც უნდათ. და ეს ასეა ბევრ სხვა ქვეყანაში. ყველას იგივე ელის ციხე და იმ ადამიანების სიზღი, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ისტორიაზე გაიზრდებიან. იყავით ბედნიერი და დაიმახსოვრეთ, რომ უფალი თქვენთანაა. და თუ მოგეწონათ ჩემი გამოსვლა, მოიწონეთ და გააზიარეთ. და ასევე არის გარკვეული სახის ზარი. თუმცა არ ვიცი სად არის, მაგრამ სადღაც არის, ჩემთვის ეს დიდი პატივისცემა იქნება. თქვენი ქართველი, ორჯერ არჩეული კიევის მერი, სამჯერ პარლამენტის წევრი, საქართველოს ორდენის მიმღები, რომელმაც ალბათ არანაკლებ მილიონი დოლარი დახარჯა საქართველოში საუკეთესო საელჩოს დასახმარებლად და კიევის საუკეთესო ადგილას შოთა რუსთაველის ძეგლის ასაგებად. ლეონიდ მიხელიძე ჩერნოვეცკი. მიყვარხართ ყველა წარმატებებს გისურვებთ.